ტრამპი ზელენსკის მოლაპარაკებების დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე პუტინი იმუქრება. თუ კიევის ხელისუფლებას არ სურს საკითხის მშვიდობიანი გზით მოგვარება, ჩვენ ყველა გამოწვევას ძალის გამოყენებით გადავჭრით. ოკუპანტი ოკუპირებულს უწოდებს უკრაინის ტერიტორიებს, რომლებსაც უკრაინის შეიარაღებული ძალები იცავენ. უკრაინამ რუსეთში სამარის ოლქში სიზრანის ელექტროსადგური და ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა. აფეთქებების შედეგად სამარის ოლქის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. კასპში ორ კვირაზე მეტია 18 წლის ზუკა გულაროს ეძებენ, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ქალაქის მერი ამ საკითხით არ დაინტერესებულა. დაკარგულის დედა ვახტანგ მაისურაძეს საჯაროდ მიმართავს. ნუ თუ ამ შემზარავი ამბის მიმართ ინტერესი არ გაგჩენიათ, წერს დაკარგულის დედა. გულაროს პოლიციისა და სამაშველო სამსახურის გარდა ჯერჯერობით უშედეგოდ ეძებენ ადგილობრივი მოხალისეებიც. ოცნებას დაქვემდებარებული გრანტების სააგენტოს თანამშრომლები კეთილსინდისიერი მუშაობისთვის ბიუჯეტიდან 38,000 ლარზე მეტით დაჯილდოვდებიან. თითოეული მათგანი ერთი თვის ხელფასის 80%-ს მიიღებს. განკარგულება კობახიძემ გამოსცა. სააგენტოს თამარ ზოდელავა თავმჯდომარეობს, რომლის ხელფასი თვეში 10,000 ლარს აღემატება.